საშვილოსნოს ყელის კიბო ეს არის ერთადერთი ლოკაცია ავტობუსებიანი სიმსივნის, რომლის სრულად თავიდან აცილება შესაძლებელია თუ ქვეყანაში დანერგილია და რაც მთავარია ხორციელდება ადეკვატურად ორი პროგრამა. ეს არის საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგი, ხაზს გაუსვამ სიტყვას ორგანიზებული და მეორე არის ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინაცია. იმ შემთხვევაში თუ სამიზნე მოსახლეობის ამ შემთხვევაში ქალების მოცვა ამ პროგრამებით არის ადეკვატური, მაგალითად სკრინინგში თუ მონაწილეობს სამიზნე მოსახლეობის დაახლოებით 70-75%, ხოლო 10 რა ხორციელდება მოზარდობის ასაკიდან, მაშინ ეს არის ქვეყნები და არის უკვე გამოცდილება, სადაც ეს დაავადება უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს. ეს არის მართლაც უდიდესი მიღწევა, უდიდესი შესაძლებლობა და უბრალოდ მე ვიტყოდი, რომ გაშვებული შესაძლებლობაა, რომ ეს არ გამოვიყენოთ ამხელა მედიცინის და მეცნიერების ამხელა მიღწევა. ჩვენთან ორივე პროგრამა ხელმისაწვდომია, დანერგილია, რაც არის ძალიან დიდი ნაბიჯი საქართველოს სხვათა შორის ამით. ერთ-ერთი პიონერი იყო რეგიონში, შეიძლება ითქვას. ახლა ჩვენ უკვე ვართ ისეთ ეტაპზე, როდესაც საჭიროა ამ პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება და მოცვის გაუმჯობესება. მაგალითად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა თუ არის დაახლოებით 18-20% ქვეყანაში, ის უნდა გაიზარდოს აუცილებლად 70%-მდე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პროგრამა უნდა გახდეს ორგანიზებული, ანუ ადამიანებს, სამიზნე მოსახლეობის ქალებს უნდა იწვევდნენ შესაბამის დროს, შესაბამის პერიოდში და რეგულარულად ქალი უნდა მიდიოდეს იმ დროს, როდესაც მას ეკუთვნის სკრინინგი, იტარებდეს ამ კვლევას და ამგვარად იყოს აბსოლუტურად დაცული. და ასევე ვაქცინაცია ადამიანის პაპილომავირუსის მიმართ. თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ეხლა უკვე არა მხოლოდ გოგოებს, არამედ ბიჭებისთვისაც კი არის ხელმისაწვდომი ეს აცრა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, ეს აცრა არის უფასო. ამ დროს ეს ვაქცინა არის საკმაოდ ძვირად ღირებული და საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიური და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად გავიაზროთ ჩვენ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა და როგორც საზოგადოებამ თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობის ხელშეწყობას, დაავადებების პრევენციას. სამწუხაროდ კოვიდის პერიოდიდან მოყოლებული ვაქცინაციის მიმართ ძალიან დიდი სკეპსისი ჩამოყალიბდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სამუშაოა სახელმწიფოს მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ სწორი ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე და შეიცვალოს ადამიანების ცოდნა ამასთან დაკავშირებით და შემდგომ შეიცვალოს ქცევა. მე ვფიქრობ, ამას სჭირდება ნამდვილად ინვესტიცია და ეს არის ისეთი ინვესტიცია, რომელიც აუცილებლად მოიტანს ძალიან კარგ შედეგებს ადამიანის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. აქვე ვიტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოაქვეყნა, რომ ასაკის სხვა რიცაცია და 45 წლამდე ქალებისთვის ვაქცინაცია პაპილომავირუსზე არის უფასო. და მინდა გითხოთ ამ ალიანსთან დაკავშირებით, რომლის ფორუმიც იმართება სწორედ საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ალიანსია ეს, სადაც სხვადასხვა ქვეყანა არის გაერთიანებული. რა არის ამ ალიანსის ძირითადი ფუნქცია და რა სახის არის მათი ამ ალიანსის საქმიანობა? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვის. ეს არის რეგიონული ალიანსი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის, რომელიც აერთიანებს როგორც სახელმწიფოს ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრელებს და მენეჯერებს, ჯანდაცვის მენეჯერებს, ასევე პროფესიული წრეების და ქსელების წარმომადგენლებს, მეცნიერებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ვინაიდან ეს არის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია, არის სწორედ ის სფერო და ის, ასე ვთქვათ, სივრცე, რომელიც ყველა ამ სფეროს წარმომადგენლების ინტერესს წარმოადგენს. დღესდღეობით ძალიან თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან შემოვიდა ამ სფეროში, განსაკუთრებით საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის თვალსაზრისით გაჩნდა ახალი ტესტები, რომელიც დაფუძნებულია თვითონ ვირუსის აღმოჩენაზე, HPV ვირუსის, ანუ ადამიანის პაპილომავირუსის აღმოჩენაზე. ეს ტექნოლოგიები სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ყველაზე დიდი უპირატესობა ალბათ არის ის, რომ გაცილებით იზრდება სკრინინგის, ასე ვთქვათ, სესიებს შორის პერიოდი თუ
ტესტზე დაფუძნებული სკრინინგის დროს 3 წელია რეკომენდირებული, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს 5 წელი და 7 წელი. ამიტომ ეს ძალიან მომგებიანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისათვის. ამიტომ კერძო სექტორი, რომელიც წარმოადგენს სწორედ აი ამ ტესტების წარმოებელს და ახალი ტექნოლოგიების შემომტანს ამ სფეროში, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად არის ჩართული იმაში და ძალიან სათანამშრომლო პროექტებში არის დაინტერესებული იმისათვის, რომ მოხდეს ამ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. და სწორედ ეს ფორუმი, რომელიც ასევე თანადაფინანსებულია გაეროს მოსახლეობის ფონდის და კერძო სექტორის მიერაც, სწორედ ასეთ სივრცეს ქმნის, ასეთ პლატფორმას ქმნის, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ გააზიარონ ცოდნა, დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციასთან დაკავშირებით და ასევე იპოვონ ახალი სათანამშრომლო შესაძლებლობები, რაც მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ამ ქვეყნების მოსახლეობის ჯანმრთელობას. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ეს კოვიდის შემდეგ პირველი პირისპირ შეხვედრაა, დაინტერესება არის ძალიან დიდი, 100-ზე მეტი მონაწილეა რეგიონიდან და რა თქმა უნდა შედეგებს გაგაგებინებთ შემდგომში. ახლა მეორე ღონისძიებაზეც ვილაპარაკოთ, რომელიც ხვალ იხსნება, ჯერ ეს ღონისძიება ორდღიანი კონფერენცია, სადაც უნდა განიხილონ სექსუალური რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი. ამ პროგრესი რო გითხრათ, რა პროგრესია ამ ხრივ, მაგალითად საქართველოში? პროგრესი, რა თქმა უნდა, თვალსაჩინოა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ თუ ჩვენ გადავხედავთ რა იგულისხმება ადამიანის რეპროდუქციული და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების თვალსაზრისით, ეს არის დედათა ჯანმრთელობა, ეს არის ოჯახის დაგეგმვა, ეს არის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია, ეს არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია და მკურნალობა, უშვილობის მკურნალობა, ეს არის ახალგაზრდებისათვის მორგებული, მათთვის შესაფერისი ინფორმაციის და სერვისების მიწოდება მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის. ეს არის შიცთან დაკავშირებული სერვისების მთელი პაკეტი, რაც გულისხმობს აივ-შიცის პრევენციას და მკურნალობას. ანუ როგორც ხედავთ, ეს ესენციალური პაკეტი ამ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურების არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ცენტრალური, მე ვიტყოდი, ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ქალის ჯანმრთელობისათვის პირველ რიგში. პროგრესი, რა თქმა უნდა, არის, იმიტომ რომ ხედავთ, რომ დედათა სიკვდილობა მცირდება, ორსულობის მეთვალყურეობის მოცვის მაჩვენებელი განუხრელად იზრდება ქვეყნებში, ხარისხი მომსახურების იზრდება, მაგრამ კვლავ რჩება გარკვეული გამოწვევები, განსაკუთრებით თუ ჩვენ შევხედავთ ამას უფლებრივი თვალსაზრისიდან, იმიტომ რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობასთან ახლავს უფლებები აუცილებლად, ეს არის ცენტრალური ადამიანის უფლებების დღის წესრიგში და განმსაზღვრელი ქალის გაძლიერების, მე ვიტყოდი, და რეალური თანასწორობის მიღწევის, იმიტომ რომ შეუძლებელია ვისაუბროთ რეალურ თანასწორობაზე, გენდერულ თანასწორობაზე, თანასწორობაზე ქალსა და მამაკაც შორის, თუ ქალს იმის ავტონომია და იმის უფლება არ ექნება, რომ თავად გადაწყვიტოს, როდის შექმნას ოჯახი, როდის იყოლიოს შვილი, რამდენი შვილი იყოლიოს, როდის წავიდეს გინეკოლოგთან და ექიმთან რეგულარული გამოკვლევების ჩასატარებლად და თუ ამ ყველა გადაწყვეტილებაში მას არ ექნება ავტონომია, ძალიან რთული იქნება წარმოვიდგინოთ ასეთი ქალი ეკონომიურად და პოლიტიკურად აქტიური და ამდაგვარად შეუძლებელი იქნება საერთოდ რეალურ თანასწორობაზე საუბარი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ჯანმრთელობის სისტემების სიძლიერე, მისი ბლოკების სიძლიერე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სერვისების ინტეგრირება უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამაში და ამით მისი ხელმისაწვდომობა პირველადი ჯანდაცვის დონეზე. იქ, სადაც ეს სერვისები ყველაზე ახლოს არის მოსახლეობასთან, ხო? ანუ ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მხარეა და მეორე მხარე არის თვითონ მოსახლეობის გაცნობიერების ამაღლება, რაზეც ჩვენ ამდენი ვისაუბრეთ, ხო? არა მხოლოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგზე, არამედ მთლიანად ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ასაკზე მორგებული ინფორმაციის მიწოდება, არა მხოლოდ მოზრდილობის ასაკში, არამედ მოზარდობის ასაკიდანაც, იმიტომ რომ
ამ დროს შეიძლება მოხდეს ისეთი ფატალური შეცდომები და ისეთი გამოუსწორებელი შედეგები მოყვეს ამ შეცდომებს ადამიანის ცხოვრებაზე. ამიტომ ამ ხრივ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის საქართველოშიც. სამწუხაროდ ჩვენ და სამწუხაროდ ჯერ კიდევ ხედავთ, რომ უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ასეთი საამაყოა ჩვენთვის და ამხელად ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჯანმრთელობის ინდიკატორებზე, სამწუხაროდ ჯერ ვერ ვხედავთ, რომ ის ასე ვთქვათ, მასში კარგად იყოს ინტეგრირებული ისეთი საკვანძო სერვისი, როგორც არის ოჯახის დაგეგმვაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოში ასევე უდიდესი პრობლემა არის უშვილობა, ვინაიდან რეპროდუქციული უფლება გულისხმობს არა მხოლოდ არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას, არამედ სასურველი შვილის ყოვლის შესაძლებლობასაც. ამიტომ ჩვენის აზრით უშვილობის პრობლემაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. და რა თქმა უნდა ანტენატალური ანუ ორსულობის მეთვალყურეობის ხარისხიანი სერვისები, ვინაიდან დედა სიკვდილობის შემთხვევების თავიდან აცილება სწორედ ხარისხიანი ანტენატალური მეთვალყურეობით არის შესაძლებელი. ასე რომ განსახილველი საკითხები არის ძალიან ბევრი და მე ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს შეხვედრა, ვინაიდან ქვეყნები მიიღებენ გარკვეულ მოწოდებას აქტივიზმისაკენ, გააქტიურებისაკენ, რათა 2024 წელს, როდესაც ჩვენ კაიროს მოსახლეობის და განვითარების პროგრამის 30 წლის თავისთან დაკავშირებული განხილვა იქნება გლობალური, ამ განხილვაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდეს რეგიონიდან მოტანილი ინფორმაცია და ის პრიორიტეტები და საჭიროებები, რაც დღეს ჩვენს წინაშე დგას.